ოფიციალური ისტორიის მიხედვით აი ესეა და საინტერესოა რა არის სინამდვილეში. ვისახებ თარგმნი დეტალებს დავაკვირდეთ. როგორც შეგპირდით მეგობრებო, როგორც შეგპირდით, ეს ვიდეო გადავიღე მე, ესე იგი, შარშან 2024 წელს ათენში, მე მგონი მონასტირაკის სადგურია. საბერძნეთში ათენში 2024 წელს გადავიღე. დავაკვირდეთ ახლა ფოტოს. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც გაყალბებული ისტორიაზე დაწყებული მქონდა კვლევა ძიება, ისე ჩემთვის რა და ბლოგებს ვდებ რა. ამას მე მეცნიერულად ვერ დავამტკიცებ, იმიტომ რომ მეცნიერებმა მთლიანად მოსყიდული ყავთ აი სხვა ცივილიზაციებს და მსოფლიო მართლობას. აი შეხედეთ. ეს გახლავთ, ანუ რომ წარმოიდგინოთ, ეს გახლავთ რამდენიმე ათეული მეტრით, ანუ მიწის ზედაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრით სიღრმეში. მოდი ახლა წავიკითხოთ რა წერია რა წერია ბერძნულად იატინ კატასკევით თუ მეტროს то მონასტირაკი ეგინან არქეოლოგიკეს ანასკეფეს που έφεραν στο φως οικιστικά λείψανα από τον 7 αιώνα და მოკლედ έως τον 19 αιώνα. მოკლედ ეს შეგიძლიათ ესე წაიკითხოთ. დააპაუზოთ და წაიკითხოთ ბერძნული ვინც იცით. ესეც გაგრძელება. მე translate-ში ახლა ვთარგმნე და ახლა წავიკითხოთ ნათარგმნი ქართულად. იცოდეთ რომ ახლა როგორ შეგპირდით რა ეს ვიდეო, ამის მერე ვანის მუზეუმის ფოტოებს დაგათვალიერებინებთ. ახლა ამ ეტაპზე გაყალბებული არქეოლოგია დავიწყეთ, მოკლედ შეგახსენებთ რომ გაყალბებული არქეოლოგიის დასაკრავი სია გახლავთ ეს. ეხლა თქვენ ვიდეოში რაც ნახეთ, სრულიად გაყალბებული ნაგებობაა თვითონ ადამიანების მიერ, ან თანამედროვე ადამიანების მიერ, ან წინა ცივილიზაციის წევრების მიერ, არ ვის მიერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ხელოვნურად არის აშენებული ეგ ყველაფერი და მე ვითომ არქეოლოგიურ კი არა, ესე ვთქვათ, მეტროს გაყვანის დროს თითქოს იქ აღმოჩნდა ეს ალბათ რაღაც ეგეთი ვარიანტი უნდა იყოს. მოდი წავიკითხოთ. ხო, ამ ვიდეოებს ახლა ცოტა ნახვა აქვს, მაგრამ ძალიან დიდი რეზონანსი მოყვება სამომავლოდ, ეგ არაუშავს. მე შემიძლია გავიქცე ტელევიზიებში და ვაივიში ავტეხო, მაგრამ ანუ აზრი არა აქვს. ამას ნელ-ნელა თვითონ მაყურებელმა YouTube-ის მაყურებელმა და TikTok-ი და რა სხვადასხვა პლატფორმებიდან ნელ-ნელა თუ არ უყურა და არ დაფიქრა და არ იაზროვნა. ესე ვთქვათ, სენსაციური რეპორტაჟებით ვერაფერს გავალთ, ერთი და ორი რეპორტაჟით ტელევიზიიდან. ამიტომ ჯობია ესე ნელა მივყვეთ. ხალხი დააფიქროს რაღაცეებზე, თვითონაც რაღაცეები გაახსენდეთ. მოკლედ რა წერია, მონასტირაკის მოედნის გათხრები. ჰერიდანოსის გუმბათოვანი ყურე. მონასტირაკიში, ნუ ცოტა ესე translate-ით ნათარგმნია, შეიძლება არ იყოს ბოლომდე ზუსტად ნათარგმნი, მაგრამ ნუ შინაარსი ზუსტი იქნება. მონასტირაკიში მეტროს მშენებლობისთვის ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლებმაც გამოავლინა საცხოვრებელი ნაშთები ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნიდან გეომეტრიული პერიოდი მე-19 საუკუნემდე. ყველა პერიოდში ქუჩის გეგმის მთავარი ღერძი იყო ერიდანოსის მდინარე, რომლის სათავე ლიკაბეტოსის ძირში იყო, ათენში გადიოდა და ილისოსის მდინარეში ჩადიოდა. მისი დინება ლიკაბეტოსის უწყვეტი იყო და ძლიერი წვიმების დროს იზრდებოდა. გვიან კლასიკურ პერიოდში ძველი წელთაღრიცხვით მე-15-მე-4 საუკუნეები მდინარის კალაპოტი, რომლის სიგანე 2,6 მეტრი იყო, დიდი კონგლომერატის ქვებით იყო შემოსაზღვრული. ეხლა დამტრეულად იმიტომ ვკითხულობ, რომ წერად არის რა ტექსტი. ორი ბილიკი ჩრდილოეთით და სამხრეთით განსაზღვრავდა ორივე მხარეს დაწყებული შენობების სამშენებლო ხაზი. იმპერატორ ადრიანეს 117-138 წლებში დროს ერიდანოსი აგურის გუმბათით არის დაფარული, ამოვსებული და კანალიზაციად გადაკეთებული. მდინარის ჩრდილოეთ საზღვარზე
ფართო პორტიკის ან ქუჩის საყრდნად დიდი შემაკავებელი კედელია აშენებული, ხოლო სამშენებლო 4,5 მეტრით უკან იხევს. შენობები კერძო ხასიათისაა, სახელოსნოები და სათავსოები, ნანგრევების დათარიღება მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან აღმოჩენებს ეფუძნება. მარმარილოს ქანდაკებებსა და არქიტექტურულ ელემენტებს, მოზაიკურ იატაკებს, კედლის მხატვრობას, დეკორატიულ გრავირებულ საფარებს, ვაზებს, მონეტებს, ლითონისა და ძვლის ნივთებს. ტერიტორიის კვლევა და განვითარება კულტურის სამინისტროს ბიზანტიური სიძველეების პირველ ეფორატთან და ატიკომეტროს CA's-თან თანამშრომლობით განხორციელდა. მონასტირაკის მოედნის გათხრები, მდინარე ერიდანოსის თაღოვანი კალაპოტი. მონასტირაკის მეტროს სადგურის მშენებლობის დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა იგივე წერია, მეგონი ქვევით იზენს. ხო, იგივე წერია. ანუ ეხლა აქ რაც წერია, მოკლედ აგიხსნით, რაზეც მომავალში უნდა ვისაუბროთ. დიდი ქალაქები რაც არის მთელს მსოფლიოში, ანუ ეს მომავალში მე ცალკე-თავები იქნება ამაზე. გაყალბებულ ისტორიაში იქნება ნაწილი, დასაკრავსიაში ნაწილი გაყალბებულ არქეოლოგიაში. მეტროების გაყვანა, კანალიზაციების გაყვანა, ანუ დიდი ქალაქების მშენებლობა ჩვენი ცივილიზაციური ჩატვირთვის წინ მოხდა ასე, რომ ჯერ გაიყვანეს მეტროები, ანუ ამოთხარეს სისტემა, გაიყვანეს მეტროები, გაიყვანეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ერთ-ერთი ძირითადი, ეხლა ვთქვათ, ინტერნეტის კაბელი შეიძლება არ იყო მაშინ და მაშინ არ ჭირდებოდათ, არ ჩაუგდიათ, მაგრამ თავარი რაც იყო კომუნიკაციაში იგულისხმება კანალიზაცია. კანალიზაციები არ უერთდება მდინარეებს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მალე. ეს არის სენსაციური აღმოჩენა ჩათვალეთ, ესე კვლევაძიების, ჩემი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ეს რეალობაა და მოგიყვებით რაღაცებს. მაგრამ ესე იგი, კანალიზაციების დიდი მილების გაყვანა მოხდა, მილები თუ რაღაცა გვირაბები თუ რაც არის, მოკლედ გაყვანა მოხდა. ეს კანალიზაციები მიწისქვეშა ცივილიზაციაში ჩადის სადღაც რა, გაურკვეველი მიმართულებით. მდინარეებსა და ზღვებში არ ჩადის. კანალიზაციები მდინარეებს არ უერთდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უერთდება. შეიძლება ხა სადღაც ცოტა გამოვიდეს და იქ რაღაც ფეკალიები გამოჩნდეს, ვიღაცა მიაერთოს, კი, ხდება ეგრეც. ხა ბათუმში, ბოდიში და მოტივტივე ბათუმში და ქობულეთში მოტივტივე ფეკალიები გვინახავს ჩვენ. მაგრამ მთელი ქალაქის ის არ ჩადის, მთელი საქმეც ამაშია. იმიტომ რომ მთელი ქალაქის ისინი რო ჩადიოდეს, მაგალითად თბილისში რო ჩადიოდეს, მთელი ქალაქის კანალიზაცია რეალურად მტკვარში რო ჩადიოდეს, აყროლდებოდა მთელი დედამიწა რა. და მაგ ციფრებს დავასახელებთ და მოსკოვზე გვექნება განსაკუთრებით აქცენტი, ეხლა რუსულიდან რაც ვთარგმნეთ, იქ 10 მილიონიანი დედაქალაქი და იქ რამხელა მასებთან და ამ სიბინძურეებთან გვექნებოდა საქმე. და ეს ყველაფერი მდინარეებში არ ჩადის, არ შეედინება. ანუ აქ ისე თქვა მინდა რომ ეს საუბარი აქ იმაზე რა ქვია, ძველ კანალიზაციებზე, ეს მოგონილი თემაა, ეს ძველი ქალაქები, თვითონ მდინარეებიც ჩატვირთვის წინა პერიოდში მოხდა მოწყობა, მდინარეები ყველაფერი, ანუ დედამიწაზე არის საერთოდ ყველაფერი ხელოვნურად მოწყობილი რა. წინა ცივილიზაციების დროსაც შეიძლება ჰქონდათ მდინარეები და რაღაცა ექნებოდათ ამ ჭყალებში ეგრეთ წოდებული ბუნების მსგავსი. მაგრამ მოკლედ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს რა. მოკლედ ეს კანალიზაციები და მეტროები რო გაიყვანეს, მერე ზევიდან დააყარეს, ჯერ ზევიდან ესე ვთქვათ, დიდი ბეტონის ფილები დააგეს, რომ ამ ტონობით მიწას გაეძო და თქვათ მეტროს გვირაბები არ ჩანგრეულიყო და მთელი ამბები და მერე დააყარეს მიწა და მერე დააშენეს ზევიდან ქალაქები. და შემოიყვანეს და ჩატვირთეს ადამიანები რა. სხვანაირად ფიზიკურად შეუძლებელია ვერ მოხდებოდა. ავტომატურად აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამის დეტალებს ჩვენ მერე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ახლა ვთარგმნე მე მაგ მასალებს. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აი ეს, ნახეთ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აი ეს ვითომს და ნაგებობა რაღაც ეს არის თამაში, ჩვეულებრივი თამაში, მოწყობილი სისულელე. აქ ახლა ბერძნულ ისტორიას ჩვენ არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესე არის სისულელე რა. და უკვე ყველაფერი გასაგებია, რომ მთელი ეს მაჩუ-პიქჩუები და ყველაფერი არის მოწყობილი ხელოვნურად. ერთადერთი ეკლესია ტაძრებს არ ვხებით, დანარჩენი ციხესიმაგრეებსაც მივადგებით, მერე აი ეს ყველაფერი გახლავთ მეგობრებო, ანუ ბუტაფორია რა, ჩვეულებრივი ბუტაფორია, ვითომ რაღაც დანიშნულება ქონდა.
გააკეთეს ეს ყველაფერი იმისთვის თვითონ ააგეს, ანუ რის თქმა უნდა, რო გათხარეს, ანუ მიწა თუ ესე ვთქვათ, მიწა თუ გათხარეს, ანუ როდესაც თვითონ წინა ცივილიზაციას გაყავდა აქ მეტრო, პარალელურად მიწის ამოთხრის სამუშაოების დროს ადგილ სხვადასხვა დიდ მეგაპოლისებსა და ქალაქებში, მსოფლიოს ქალაქებში ჩატოვეს ასეთი ტიპის ნაშთები, ანუ ააგეს და დატოვეს. ვითომ გათხრების დროს იპოვეს. ეხლა გამახსენდა ერთი მეგობარი ჩინეთიდან მაჩვენებდა ვიდეოებს. ეხლა მაგალითად ჩინეთში მიდის რამდენიმე სხვადასხვა ქალაქებში მიდის ძალიან სწრაფად მიდის მეტროების გაყვანა. ოღონდ იქ ყველაფერი შეფუთულია, რა თქმა უნდა შენ ვერ შეიხედები, მარტო მუშათა პერსონალი შედის და გამოდის. ანუ ეხლა ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს ნიშნავს იმას, რომ ეგ მეტროსადგურები ეხლა ჩინეთში რაც იხსნება, ეგ წინა ცივილიზაციების დროს გახლავთ აშენებული და აგებული. უბრალოდ ესე ვთქვათ, კოსმეტიკურ რემონტს და კოსმეტიკურ რაღაცა სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებენ, მუშები ივლიან, ზოგი რაღაცა ფუნჯს გადაუსვავს, ზოგი მოხვეტავს, ზოგი დამატებით ბეტონს ჩააცხავს, თანამედროვე კომუნიკაციებს გაიყვანს, მაგრამ ძირითადი გვირაბები იქ უკვე გაყვანილია რა და ამით მუშებს ეგონებათ, რომ მეტრო გაიყვანეს. თქვა ერთმა ბრიგადა, რომ მოვიდა ბრიგადა და ელექტროობა რო გაყავს, აი სიტყვაზე რო არის აშენებული, ნახეთ ის თქმა უნდა, აი თქვა კორპუსი აშენდა, ხო? მივიდა ელექტრიკი და ხა დაქსელვის დრო არის. ანუ, როდესაც ელექტრიკი მიდის კორპუსში, ახლად აშენებული კორპუსში და დაქსელვა მიდის დენის, იმან ხო იცის რომ მის წინ იყო რამდენიმე ბრიგადა, იმის წინ მლესავების ბრიგადა იყო, მანამდე ბლოკის დამწყობი ბრიგადა იყო, მანამდე ის ბრიგადა იყო, ვინც კორპუსი და კოლონები ამოიყვანა და ფილა დაასხა და ასე შემდეგ. მან ხო ეს იცის. ამიტომ, როდესაც ამ თქვა ეხლა ჩინეთში რო ახლა რო ხსნიან ახალ გვირაბებს, იქ რომ მეტროში გვირაბში შედის, თქვა ელექტროინჟინრები, როდესაც შედიან და დაქსელვის ის მიდის, მათ გონიათ რომ წინა ბრიგადებმა იქ რაღაცეები ის გათხარეს, გვირაბი გათხარეს რა. ამ დროს იქ ეს გათხრილი დახვდათ იმათ უკვე, გაიგეთ? ნუ ამ წინა ბრიგადებს შეიძლება რაღაცა სხვა სარემონტო სამუშაოები ჰქონდათ, მაგრამ ეს გვირაბები გათხრილი, აი ეხლა რო ისეთი თქმა უნდა, მე მგონი გასაგებად ვლაპარაკობ. აი ეს ათენის ეს მეტროსადგური, ჩვენი თბილისის მეტროსადგური, მოსკოვის, პეტერბურგის, უკრაინაში კიდე მთელ მსოფლიოში, თუნდაც ჩინეთშიც ეხლა რო თხრიან და ეხლა რო ვითომ იმაშვებიან, რა ქვია, ეხლა რო ვითომ ხსნიან ახალ გვირაბებს და ეხლა თხრიან გვირაბებს, ვითომ ეს ყველა ეს გვირაბები და სადგურები, ყველა ეს სადგურები არის უკვე ერთდროულად ერთ პერიოდში ამოთხრილი რა. ჩვენი მეტრო გაიხსნა მაგალითად 1960 და რაღაცა წელს, მაგაზე ცალკე გვიქნება მე ვიდეო. ანუ ეს ნიშნავს რომ მანამდე ეს არის გაკეთებული მანამდე ამერიკაში რომ მეტრო არის, მაგალითად მეტროები გახსნელი 1927 წელს და 1927 წელს არის მე მგონი რომელიღაცა მეტროსადგური გახსნელი და იქ ახლობელს ვკითხე რამდენიმე სადგურზე მიპასუხა რომ აი იმენა გეთანხმებიო რომ გამორიცხულიაო ეს რამდენიმე აი კონკრეტულად რამდენიმე სადგურიო მიწისქვეშ რომელიც გადისო რომ მე-20 საუკუნეში გაეთხარათო რა. რა უნდა გაეთხარათო მე-20 საუკუნეში ხალხო? გარეთ ხალხი ეტლებით დადიოდა და მეტრო გაიყვანეს და 1927 წელს გახსნა. ნუ რა სისულელია, ხო? ყველა ეს არის გათხრილი. აი ხა მაგალითად, აი ხა ამ წუთას გამახსენდა. ჩვენ ხო გვაქვს თბილისის მეტროს სქემა, საბურთალო 1 და საბურთალო 2 და რაღაცეები. ეგ გამოდის, ხო და ამდენი მილიონი ჯდება და ვერ ვაკეთებთ. თუ კი მომავალში გვირაბებს გახსნიან, იცოდეთ რომ ეგ გვირაბები, ანუ ეგ გვირაბები უკვე გაყვანილია. ეხლა უკვე გაყვანილია, უბრალოდ არ ხსნიან რა. ეგ ანუ არსებობდა გექნებათ ყველას ნახე სქემა რის მიხედვითაც ეს მეტროსადგური ხუთჯერ დიდი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე თბილისის მეტროსადგურების რა. ეგ ნიშნავს რომ სავარაუდოდ ეგ გვირაბები უკვე გაყვანილია, ყველაფერი არის გათხრილი. რა თქმა უნდა, ხა ისეთი ის კაბელები და ის დენები და ისინი არ იქნება გაყვანილი, ხა და სარემონტო სამუშაოები იქნება გასაკეთებელი, მაგრამ გათხრილი იქნება. და თუ მომავალში გახსნიან მაგ გვირაბებს, იცოდეთ რომ ეხლა რომელიმე მერის დროს კი არ გაითხარა და იმის ჩვენი დაფინანსებით და რა ბიუჯეტით, არა, ეგ გათხრილი არის უკვე. ეგ ნიშნავს მაგას. ძალიან დიდი თემებია, მოკლედ ეს გახლავთ ფუტლი არის რა, ბუტაფორია და მოწყობილია სპეციალურად რა. ასე არის მოწყობილი მთელი ციხესიმაგრეები, ამაზე ვისაუბრებთ რა, უძველესი ციხესიმაგრეები ესია მოწყობილი, რომელიც ვითომ აღწერს ისტორიას რა და არის
აი მე თან ეს მე მესმის თქვენ რომ თქვენ გონიათ რომ სახლიდან მე სახლიდან იმიტომ ვლაპარაკობ რომ მთელი საქართველოს მაქვს მოვლილი YouTube-ზე ჩაყევით და იქ ვიდეოებიც უამრავიდებს ძალიან ბევრი ვიდეო მაშინ ანუ მე როცა ლაშქრობებზე დავდიოდი მაშინ ვიდეოებს არ ვიღებდი YouTube-ისთვის იმიტომ რომ YouTube-ერობა დავიწყე YouTube-ი დავიწყე 2020 წელს თუ 19 წელს ნუ ვიდეოების ატვირთვა დავიწყე სადღაც 2020 წელს რა შეიძლება მანამდე 1-2 ვიდეო მედო კიდე მაგრამ ნუ 2020-დან დავიწყე და მე 2012 წლიდან დავდივარ ამ ლაშქრობებზე და ფეხით მაქვს მოვლილი ყველაფერი. პირდაპირ შემიძლება ითქვას, რომ ციხესიმაგრეში ადამიანს არც არაფერი ესაქმება, საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ. რა ჯარი, რის ჯარი და აი ყველაფერს თავი გავანებოთ, მე თქვენ აგიხსნით დეტალურად, რომ იქ ჯარს შენ ვერ გააჩერებ, იმიტომ რომ კაკ მინიმუმ მშიერი და მწყურვალი მოგიკვდება რა. რაღაცა ამოთხრილი არის 4 კუთხედი ისინი რაღაც წვიმამ რო ჩააწვიმოს და იქიდან ცხენებს წყალს ასმევდნენ და ნუ ბოდუა რა ჩვეულებრივი ბოდუა ბირთვისებში რო არის აქედან წყალს იმარაგებდნენ და რა მაქსიმუმ ახვიდე და შენი საგზლით ახვიდე დალაშქრო ჩამოხვიდე მორჩა იქ შენ ჯარი გააჩერო ნებისმიერ ციხესიმაგრეზე გამოცხილი რუცხულია აგერე ბეტონის კედლებია რა რამსისკე ბეტონის კედლებში ვცხოვრობ აგერ და გამათბობს რომ თა 2 საათის მერე თბება ოთახები 2 საათის მერე იქ სამთარში ან ვინ გაათფობდა იმ ყველაფერს და ან ვინ გაჩერდებოდა დაიყინებოდნენ, დაწყდებოდნენ მშივრები და ბერი პლუს ჟარმა ალყა შემოგარტყას რას მელაპარაკებით. ამიტომ ეს თიხის რაღაცა კრამიტი არის სრული სისულელე რა. ეს აი ჩვეულებრივად და რომ იმ შეკვეთა მომცენ და აი რაღაცა აუშენე რა, ღობე ყორე, აი ყორე რა, აი ყორე არის აშენებული და აქ ვითომ იყო ესე თქვა რაღაცა წყარო ან უკან ოთახი ან რაღაცა ცხოვრისი და თევით ამაზე არის აგებული, აი ამაზე ეყრდნობა გაყალბებული ისტორია. მე მესმის თქვენ რომ ეს არ გჯერათ, ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო აქამდე, მაგრამ მივედით აქამდე რა. უბრალოდ ეხლა მე მომავალში მუზეუმებში, როდესაც წავალ, იქ ვიდეოებს არ აღებინებენ, ფოტოებს გადავიღებთ ხოლმე. ჩვენ მაინც პატივი უნდა ვცეთ ამ ხალხის შრომას და როდესაც მუზეუმებს განვიხილავ ხოლმე, იქ გაყალბებული ისტორია შეიძლება საერთოდ არ ვახსენო. ან უბრალოდ განვიხილავთ ამ ადამიანს საუკუნის ეს არის და ეს წინა ვიდეოში ვიტყვი ხოლმე, რა თქვა მონეტებს რო განვიხილავთ, აი მაგალითად აი აქ მონეტები ხო არის, აი ნახეთ აი სიტყვაზე აი აქ არის ხა ფოტოზე ნაჩვენები ხო აი საწავიდა აი ფოტოზე ნაჩვენები არის ოქროს ჭურჭელი ფოტოები რა ეს არის პლაკატია გამოკრული თქვა აი მუზეუმში რო შევალ აი ხა გვერდზე რაც არის აი მუზეუმში რო შევალ აი აქ აი რა ჭურჭელს რო ნახავთ აი ეს ხალხო მე-4 საუკუნის ყოფილა მე-5 საუკუნის თქვენ უნდა იცოდეთ რომ ეს ყველაფერი არის გაკეთებული ეხლა ხან ცოტა ხნის წინ ზოგი ეხლა ხან ზოგი წინა ცივილიზაციური ჩატვირთვის დროს და ანუ სიძველესთან და ისტორიასთან ამას არაფერ საქმე არ აქვს. ანუ გაკეთებულია მონეტები მოჭრილია სტანოკებზე, დაძველების ეფექტით და დაძველების რელიეფით, იქ ვითომ იმპერატორების დროს მოჭრილი და მეფეების დროს და ეს და გადმოყრილია რაღაცნაირად ზევიდან ციდან გადმოიფრინა რაღაცა და მიმოფანტა მთელს დედამიწაზე. ანუ ყველა ქვეყანას თავისი უძველესი ტიპის მონეტები მოუჭრა და დაუყარა რომ მე მეტალოდეტექტორებით იციან რომ მომავალში იuliდნენ ადამიანები ამ მეტალოდეტექტორებს ხო გამოუშვებდნენ ეს მეტალოდეტექტორით ადამიანი წავა ტყეში გონია რომ იპოვა საგანძური ან რაღაცა მონეტა იპოვა გაიქცევა მიიტანს მუზეუმში ამიტომ არ მიმიწევდა გული არასდროს ამ მეტალოდეტექტორებზე რა ხო და თორე ხა საძე ეს ჰობია ადამიანების და მშვენიერი საქმეა ხო ვინც ერთობა რაჯობია მაგას ღმერთმა შეარგოს და სისიამოვნოს ვისაც მოწონს რაჯობია მაგას მაგრამ მაქსიმუმ ახლა წარმოიდგინე რა უნდა იპოვო აი ნახეთ მეტალოდეტექტორით რა უნდა იპოვო იმაზე ვერაფერს ვერ იპოვი მაქსიმუმ კონსერვები ნაგავი ლურსნები და მაქსიმუმ იპოვო ორი რამე იმიტომ რომ მეტალოდეტექტორი ჩვენ 10 მეტრის სიღრმეზე საგანძურია სადმეო იმას ხო ვერ გიჩვენებს მეტალოდეტექტორი მაქსიმუმ იპოვო ორი რამე ესე იგი რაღაცა ვითომ ძველი ისრის თავები და აი ეს მონეტები რომელიც ყველა არის გაკეთებული სტანოკებზე რა დანადგარებზე ქარხნებში ვითომ არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე პერიოდის და ამით იბრძოდნენ და ეს იყო დავით რაღაცა მე-6-ის დავით მე-2-ის გიორგი მე-4-ის და აი თქვა მეფეების ვითომ ჩვენ მონარქების არსებობას არ უარყოფთ შესაძლებელია ისინი მიწისქვეშა ცივილიზაციაში მეფობდნენ ან სხვა ანუ ჩვენ არ ვიცით წინა ცივილიზაციური მოწყობები როგორი იყო ანუ ჩვენ მონარქების არსებობას არ უარყოფთ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე ჩვენ აგერ მონარქი გვეყოლება მომავალში საქართველოში რუსეთშიც და საქართველოშიც მონარქი გვეყოლება ეს წინასწარმეტყველებები არის და წმინდა მომებს ენა კი არ აფხანებოდათ კაცო იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა ნახეს ეს ყველაფერი და მოხდება კიდევაც მაგრამ ანუ აქ რაზე საუბარი რომ
ჩვენ არ ვიცით წინა ცივილიზაციური მოწყობები როგორი იყო, მაგრამ ვიცით ის რომ ეს ყველაფერი არის მოჭრილი და გადმოყრილი და მათ იცოდნენ რომ მეტალურ დეტექტორით იპოვიდა ხალხი და მიიტანდა მუზეუმში და ამით ეს მუზეუმის შემოსავლები იზრდება რა, მოკლედ რა, აი შემდეგ გადავალთ ვანის მუზეუმზე და ვანის მუზეუმს რო ნახავთ, იცოდეთ რომ იქ რაც არის დადებული, ყველაფერი არის ჩვენს დროში გაკეთებული, ვაფშე ყველაფერი. თან იმხელა PR კამპანია გვანის მუზეუმს გაკეთებული, ჩათვალეთ რომ ზაფხულზე მიდიან ბავშვები და ექსკურსები არის ბლომათო, მაგრამ აი ხა ვანის მუზეუმი ხალხო გეუბნებით, აი მე ავდექი, აი როგორ გითხრათ იცით რომ აი მე ავდექი და წავედი, მეგობრები წავედი, ოჯახის წევრები რაღაც წავედი და აი რო ვიცოდი რომ იქ იყო და აი მოყვარული რო ვარ და აი ესეთი ტიპები ვინც არიან დაინტერესებულები ქართველები მარტო ეგეთები დადიან ეგეთ მუზეუმებში. ამ დროს ვანი ხა ჯერ ვანი სად არის, მე ის მუზეუმი სად არის, აი იმენა ვერ მიაგნებ. თუ აი Google Map-ი არ ჩართებ, ვერ მიაგდებ, ძმა. და წარმოდიდეთ, პარაგვაიდანო თუ პორტუგალი, ანუ იმდენი ტურისტები ყავთ, ანუ უცხო, პირდაპირ ანუ ქართულ ენაზე არა აქვს საიტი. ინგლისურენოვანი საიტი აქვს, მე თუ ნახე იმას გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში, ინგლისურენოვანი საიტი აქვს და მაგარი რეკლამა აქვს და ქართველებზე 100-ჯერ მეტი ის ვიზიტორი ყავთ უცხოელები, ისეთი ქვეყნა ბრაზილიიდან და არგენტინიდან და რაღაც ქვეყნები ჩამოთვალეს. კიდევ რომ ვკითხე, გავუგიჟდი მეთქი მაგ ხალხს რა უნდა. თბილისელი კაცი, აი როგორც ჩამოვედი, ანუ გიდი ვარ და მეთქი პროსტა სირცხვილი აქ არ ვიყო დამყოფითო და ძალა დავატანე, ძალიან მეზარებოდა წასვლა და თავს დავატანე ძალა. ეხლა წარმოვიდგინეთ რა, რამდენი ადამიანია თბილისიდან ახლა არ დაატანს ძალას. რამდენი ადამიანი არ დაატანს ძალას, რამდენი ადამიანი არ დაატანს ძალას, ახლა თავს რო წავიდეს, ახლა ამ სიგზე ნეტა ერთი რა, ხო ხვდებით ახლა. ამიტომ უცხოელები ჩამოდიან და ნახულობენ და შემოსავლები და დიდი ექნება და მოკლედ ძალიან მაგარი მუზეუმია რა, მშვენიერია მუზეუმია და ნახ გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში რა არტეფაქტებია ნაპოვნი და ჩემთვის უკვე გასაგებია ეს ყველაფერი. მე ესე ვიტყოდი რომ ჩემი პირადი აზრით გაყალბებული არქეოლოგიის კვლევის ამ მიმართულებით მე ესე ვხედავ, თქვენ უდაიჯერებთ არ ხართ ვალდებულები, მე უბრალოდ ხა ინტერნეტი თავისუფალი სივრცე და ვამბობ, მე ესე ვხედავ, რომ წინასწარ მოხდა ვანის მუზეუმში, როგორც აი აქ ვანის არქეოლოგიური გათხრების წინასწარ ესე ვთქვათ განთავსება მოხდა არტეფაქტების მიწაში და რამდენიმე წლის შემდგომ მოხდა ამოთხრა მაგ ყველაფერს და თქვენ იქ ნახავთ ისეთ სამკაულებს, იქ რაღაც ბერძნული ისინი აი რომ აბრეშუმის გზა და წინა ვიდეოში ჩვენ სპეციალურად ვისაუბრეთ რომ ჯერ თვითონ აბრეშუმის თემაც გამოგონილია, ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ რომ ძაფებს და ამ ქსოვილებს კაცობრიობა არ აწარმოებს, ავტომატურად აბრეშუმის გზაც არ არსებობდა და ავტომატურად ვერ მოხვდებოდა, ვერანაირად ვერ მოხვდებოდა იქიდან საბერძნეთის კულტურა ვერანაირად ვერ მოხვდებოდა საქართველოში და საბერძნეთის კულტურის ნაწარმი რაღაც ძივები და სამკაულები საქართველოში ვერაფერ ვერ მოხვდებოდა. არგონავტების იქ რაღაცა ნავებით ამხელა ზღვების გადაცურვაზე ხო საერთოდ ზედმეტი ალაპარაკი და მაშინ ის არხები თუ იყო გაჭრილი და საერთოდ ეს მთლიანად ამოთხრილი კანიონები, ამოთხრილი ისინი ზღვები და ხმელთაშუა თავიდან ჩვენ საუბრობთ მე შავ ზღვაზე რომ კარიერია, ამოთხრილი კარიერია შავი ზღვა და უკვე გადავედი მე მთელ სოფლიოზე რომ მთელი მსოფლიო არის ამოთხრილი კარიერი რა, მთელი მსოფლიოს ოკეანეები, ზღვები და მაგ პერიოდში იყო თუ არა როდის ამოთხარეს ისიც არ ვიცით და მოკლედ ბევრი კითხვის ნიშანია, ანუ ჩვენ ვიკვლევთ იმას პირველ რიგში რომ რა ინფორმაციაც არის მოცემული ოფიციალური ისტორიის მიხედვით რაც არის მოცემული წყაროები, აქ რა არის გაყალბებული და მანამდე რა იყო ის გაუგებარია რა. ეხლა მალე მივადგებით კომპოზიტორები მთლიანად გამოგონილი პერსონაჟები არიან, აი ბეთჰოვენმა დაწერა მთვარის სონატა, ხო, ანუ მთვარის სონატა ვისაც დაგიკრავთ და მესამე ნაწილი განსაკუთრებით როგორ შეიძლება ბეთჰოვენის მესამე ნაწილი, მთვარის სონატის მესამე ნაწილი დაწეროს ადამიანმა. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი. მოკლედ, ხო, და თან ყრუ იყო და ყრუ დაწერა თურმე მთელი ეს შედევრები. აი ესე ძალიან ბევრ თემას მივადგებით რა, გაყალბებული არქეოლოგია, ეს გახლავთ გაყალბებული ნაგებობა რა, ანუ ხელოვნურად გაკეთებული და აი ჩვენ ცივილიზაციურ ჩატურთვამდე
აგებული და მე ზევიდან დააშენეს მეტრო, ზევიდან ფილები დააგეს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გათხარო და შენ ესკავატორი გააკეთო და მეტრო გაიყვანო და ეს ამდენი ტონობით იქ რაღაცა ბათქაში მიასხა, ბათქაში და ეს არმატურა ვერ დაიჭერს ამხელა ტონობით მთელი ქალაქის სიმძიმეს ზევიდან რა. ჯერ ნიადაგს და მე კიდე შენობა ნაგებობებზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს და მიწა კიდე უფრო მეტია. ჩამოგენგრევა თავზე პირდაპირ რა, ეს ელემენტარული არქიტექტურაა და ელემენტარული გეოლოგია რა. მოკლედ საინტერესო თემებია, მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და ვისაც გაინტერესებთ მოგუსმენთ. შემდეგ იქნება ვანდის მუზეუმი.